ხვალ რა იქნება? მაგრამ ჩვენ სახარებაში გვიწერია ხვალ ემიზრუნოს, ხვალ ისაზევა. მაგრამ დღეს უნდა დავიწყოთ ჩვენ ისა თუნდაც აგერ ფაბრიკაზე როა ლაბარაკი. თუ არაფერი დაიწყე, დააღე პირი ახლა და ეძახე და გეიშვირე ხელი და იმათხოვე. და ვინც ხელს კარზე შევარდი, ვინც ხელს სახში მიდი. მაი გიჟმაქნა თუ ხოჭიშე შევიდა ჩემ სახსახანე ჯობიაო. შენ მოგცა მაგის უფლება. შენ დეტი შენ სახში. და ეძიე გზახსნისა. ვინც ხას მიადგები, კრაი კაცმა პაღურდა გამოგაგდო, ხო ხედავ? მართალია უზნეოთ მეიქცაი თუ წესოთ, მაგრამ ბატონო მისი სახლი არ გიშობს. ჩვენ რო ვუგებთ ყველას კარებს ფართოდ. არა, მაგის უფლება შენ არა გაქვს. როვანებოთ ახლა თარი ფუფუნებას და რესტორნების ეტვას და იმას. კეიპის რო არა გვაქვს ჩვენ ახლა. ქვეყანა თავზე გვაქვს დამხობი და საქმე მან შენმან გამოგაჩინოს შენ გვასწავლა ჩვენ სახარება. და პური კიდო აგვიგძალა. ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისაო. ძღომისა კი არა კაცო ჩვენ გვეშლება. გვაქვს ჩვენ იმ ხელა ქვეყანა, იგი 10 მილიონი კაც შეინახავს. თუ ხელს გავანძ. დაიცალა რომ მთები დაცლილია. ახალ პლანტაციები მოგდი მისერყოს ან 1000-ობით გექტრები. გამოუყენებელი. იმანე საბალახოდაც არა ის რომ თქო მოიბალახოს. ასე როგორ შეიძლება შენ დაჯერდა უცადო და ისა თეომოვით გუშინ მისერყოს როქვიან ფანტანები მინახე მე და ისა კარუსელები და ის შადრევნები თუ ეგი მინდა ეს ამან ეს ნამუშავდეს როგორ შეიძლება ამ კუთხეების დამშევა რომ ჩვენ ხელს განდრება შეგვეძლოს შადრევანის გამო კი არ გაქცეულა ეგ რუსეთში და იმაში რომ შადრევანი არ ეგვაქვს და კარუსელია ისე და გაჭირების გამო ხო ეს უნდა ვაკეთოთ ჩვენ აი ეს რა ამუშავე ის იგი ჩამოვა ის კაცი ხომ შეწყურალე ხან რაკნას ისე მაშინ ხან გეიქცევა ეგ ამაზეას რონა და ეს კი ბატონო კარუსელი მერე რომ მამასა შავამუშავეთ მე ყანას მევიწერთ მე პორჩენ პორცში შევჭამთ მე დავჟეთ კარუსელზე მაგრამ წინაწინ კარუსელზე რა თქმა უნდა მე შადრევანი საერთოდ არა ქართული აი უდაბნოში ქონდა წყალი რო არდენ ახლა წყალს მიაკალკულად და შადრევანია იხეზანი იქიდან რო წამოვიდა ეგ კაცი ახლა რა დავახვედრეთ საცხა შევიდა ეძახოდენ ისევ გავყიდეთ შენობა რა ვერ გაყიდე კაცი ცხოვრობშით გამეიყვანე იქიდან ახლა გამეიყვანეთ გამოყვანათ რას გავდა რა გვემართა ჩვენ და ღმერთი გაგვიწყრა ხიზნებს როცა იყო სად იყო სანატორიუმები საქართველოში მეომარი ქვეყანა იყო იმდღემში და ვიხიზნებოდი თაშიდან ბარში შენი სახლის კარები უნდა გეგეხო შენ გასულიყავი გომურში მაგრამ მეტი არ ქონდა იმას იგინე აგონა თაში ახლა იმას და ხიზნისა უნდა დეგეთმო ის ნამეგეყო ლუკმა პირიდან ის კი ამერიკა და ის კი არ გეგზაინდა ჰუმანიტარულს შენ უნდა გეჭმია ესა ქართული წესი და კანონი რომელსაც მოგადარჩინა ჩვენი ქვეყანა და მეიტანა აქამდე ახლა შენ სანატორიუმებში ინგლისში ვერ დაატიგეთ აგერა ბატონო ჩემი მეზობლებია ხო კარის რა დღეში არიან აგერ სტალინის აგარაკი რო იყო მე იქინე მაქვს სახლი აგებული 27 გექტარი წყე იყო წინგალე აშენებული ერთძირი არა ახლა მე ჩემ სახლს გვეძე დევიჭირა მაგრამ ვერ დევიჭირა მე არა მაქვს ეს მორალური უფლება იგი რომ შეწყურალი ბავშვი ყავს იმასთან ჩაისა დუღებელი არა აქვს ხმას ვერ ვიღებ და ხმა კანონმა იკანონოსო და სინდისმა იბატონოსო სინდისი უნდა მართავდეს და თუნდაც ეროვნული სულივი სტუმარია ჩვენ ხელის გულზე უნდა ყავდეს დასმული ომია ხო აღშაყარეთ საცხე გაჭირებულები და არ დენი აქვთ არ წყალი აქვთ და ახლა ისახლებსაც ყიდიან გონია და კუჩაში ყრიან კაცო ეცო კაცო შეტერი ეგ სადაგიხართ ის გოგონი ამნე რაიმე და იგი კვირსი იკაცა რომ გამოგაგდო იქიდან ცოტა გონს მოვეგო დავფიქრე ჩვენ არა ვართ რა ქვია გუშინდელი ერი ამდენი ისტორია ჭირი გვაქვს დატანილი და ყოველნაირი გვაქვს ჩვენ გამოცდილება და ყოველთვის გაგვიწევია თავი ასე იმიტომ მოახციეთ დღემდე მაგრამ ამ ნერ თუ მიიქცევი ასე გველა ასე საერთოდ ის შენი სახლი და ხორცია როგორც აკეთებ ამას ქართველი ნაკეთო ის